ესე იგი, უკვე მე რამდენი მეგობარი წავიდა ქვეყნიდან და წელიწადი არ გასულა, რომ ვიღაცა არ წავიდეს ემიგრაციაში. ნელ-ნელა მეც უახლოვდები მაგ ფიქრს, რომ ალბათ მეც წავალ რაღაც მომენტში. ხო, სამწუხაროდ შენ ალბათ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც ამაზე ფიქრობს. უკვე მილიონზე მეტი ქართველი გაეროს მონაცემები ცხოვრობს საზღვარგარეთ და 10,000-ობით ადამიანი ყოველწლიურად ტოვებს აქ ოჯახს, სახლს და იმედს იმისა, რომ რამეს შეცვლის. და მიზეზი არის უმუშევრობა, სიღარიბე და განგრძობითი პოლიტიკური კრიზისები, რომელიც არასდროს არ დასრულდა ამ ქვეყანაში. ხო, მაგრამ ეგ როგორი არის მე ქვეყნისთვის ამდენი ადამიანი რო გადის ყოველწლიურად ემიგრაციაში? ხო, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ჭკვიანი, შრომისუნარიანი ახალგაზრდები სამუშაო ძალა გადის ქვეყნიდან, რაც გრძელვადიან პერიოდში შექმნის როგორც დემოგრაფიულ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებს და შეგვიმცირდება სამუშაო ძალა. მაგრამ ეს ადამიანები პლუს აქ ფულს აგზავნიან, ხო, შარშან მაგალითად 3.5 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში და ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც ამ უცხოეთთან გადმორიცხულ ფულზე არის დამოკიდებული, ეს ჩვენი ეკონომიკის 10-12%-ია. ასეთები არიან ღარიბი ქვეყნები, ტაჯიკეთი, ნეპალი, ყირგიზეთი, ლიბანი და სამწუხაროდ საქართველოც მათ რიგშია. გასაგებია, რომ ეს ხალხი ამ ხელათანხებს აგზავნიან ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ხო უნდა დაბრუნდნენ უკან? იმისთვის რომ დაბრუნდნენ, აქ რაღაც მდგომარეობა ხო უნდა გაუმჯობესდეს და თუ იგივე არის, რა აზრი აქვს დაბრუნებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენგან გასული ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უკან დაბრუნებული და ეს გრძელდება წლებია ბევრი ოჯახისთვის, ემიგრაცია სამწუხაროდ თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა.